მე ვარ გაბრიელ ფილოსიანი 7 წლის. ვსწავლობ მე-17 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმეა ფეხბურთი და ცეკვა. მე უფრო მიყვარს ცეკვა. უკვე 3 წელია ცეკვავ არსიანში. მახსოვს პირველ დღეს ცეკვაზე რომ მივედი. არ ნევრიოლოგდი, მაგრამ ყველაფერს ვაშობოდი კარგად. ცეკვას მიყავს 3 მასწავლებელი. თამუნა მასწავლებელი, გიორგი მასწავლებელი და ნიკა მასწავლებელი. ყველაზე მხიარულია გიორგი მასწავლებელი. ნიკა მასწავლებელი სერიოზულია, ბევრ ძალას მაკეთებს ყველა ილეთები, კარგად ჩობი. უბრალოდ ფეხს ვერ ვატყამ დამეჩაკვაზე და მაღაჩაკვაზე და გვედის ჩაკვაზე. თამუნა მასწავლებელი ყველაზე ლამაზი. თავიდან გამიჭიდა ახალი ილეთის სწავლა. ადვილი იყო ფეხის მოძრაობა. ჩემი საყვარელი ცეკვარი საჭარული. საყვარელი ერთი არის ეს. 1-2 და თან 2 ხელი აქვს, ეს ხელი და კიდე ეს ხელი. მე 5 ჯერ მქონდა კონცერტი. ყველაზე უფრო მომეწონა მე-5 გინდა გითხრა რატომ? რომ დიდი კლასებით შობოდი ერთად დიდი კლასელებით. 2 საათი შობოდი, მე 2 საათი ვისმენდი, 2 საათი შობოდი და მე წავედი, როცა დამთავრდა მესამე 2 საათი, რომ მაგ დღეს მქონდა 6 საათიანი. მე ვაპირებ კიდე ვიცეკო 20 წელი. ახლა მინდა ვიყო 9 წლის. იმიტომ რომ როცა ვიქნები კლასში, შემიძლია დავეხმაროთ ჩემი ბებოს, დედას და მამას და ჩემი დას. მე კიდე მიყვარს ფეხბურთი. ჯერ არ დავდივარ და ვაპირებ შესვლას. ახლა სულ თამაშობ მეგობრებთან ერთად. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი რონალდო. საყვარელი გუნდია საქართველოს ნაკრები. მე მინდა ნაკრებში ვითამაშო 9 ნომრით. მე მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ სწავლობ გაკვეთილებს, სწავლობ კითხვას, გადავედი მეორე ნაწილი დედაენას წიგნზე და ლეულზე, დავამთავრე წიგნი პირველი ნაწილი და ლეული პირველი ნაწილი, ყველა გაკვეთილები კარგად ვიცი, დავამთავრე ბუნებას ლეული და ერთი კიდე. ციფრებს სწავლობ. პირველ კლასში ვარ და ვისწავლობ ყველა ასომგელები. ყველაზე უფრო მიყვარს ასომგელა G. არ მიყვარს ასომგელა A, იმიტომ რომ პირველი ასომგელა არის. ჩემი საყვარელი წიგნია დედაენა. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ნოე კაშმაძე. ყველაზე მშვიდია ცოტნე გაშიშვილი. ყველაზე ცერკია ირაკლი კალანდაძე. მე ვარ ყველაზე ჭკვიანი და კიდე კარგად ვიცევი, კარგად სწავლობ, კარგად კითხულობ. მოკლედ მე ვარ ყველანაირად კარგი ბიჭი. ჩემი საყვარელი საგანია ქათური. საყვარელი მასწავლებელია დალი თავადქილაძე. იმიტომ რომ ლამაზია, ეხუტება, მასწავლის და ხელულია. როცა გავიზრდები, მინდა გამოვიდე მე-9 ნომერი საქართველოს ნაკრების წითელი გუნდი ფეხბურთელი. სახლში ვცხოვრობ მე, დედა, მამა, ნინო და ნანაბებო. ნინო არის ჩემი და ის 4 წლის. ნინო არის ლამაზი, ხან-ხან ჭკვიანია, ხან-ხან არაა ჭკვიანი. ისე კაი გოგო და მიყვარს. ნინო გამოვა ექიმი. ახლა მეროდება და თუ გინდა გაგაცნოთ. ეს არის ჩემი დაიგო. კიდე მინდა მყავდეს ერთი კიდე და ერთი ძმა. მამა არის სიმპათიური, კარგი, ხანდახან მე და მამა ვჭხუბობთ რომ მასწავლოს ჭხუბი, რომ ვიძმე მე ჭხუბება, იმასაც ვეჭხუბ. დედა არის ლამაზი, ზურლელი, თბილი, კარგი, მიყვარს დედა, ძალიან ბევრი რაღაცებია დედა. ყველას ვერ ვიტყვი რომ ისეთი კარგია დედა. ჩემი საყვარელი წიგნია დედაენას მეორე ნაწილის ლეული. ჯადოს ჯოხი თუ მექნებოდა, ყველას მიცემდი რასაც უნდოდა. მე მინდა მომცენ სკოლის დაფა. რომ დამიწეროს ჩემი დედამ დავალება მაგაზე და მელი გადავიწერე ჩემი ლეულში. წინა მონაწილემ დამიტოვა კითხვა. ვისთან ერთად გაფრინდებოდი კოსმოსში? მე კოსმოსში გაფრინდებოდი ჩემ დასთან ერთად. შემდეგ მონაწილეს უტოვებს შეკითხვას. რა არის მითი ოცნების საჩუქარი? მაგალითად ჩემი ოცნების საჩუქარია ტელეფონი რომ ვიტაქსავო. ჩემი ბიძია მილსაც აქვს 2 ტელეფონი, ერთია რომ ვიტაქსავოს. ბედნიერება არის კარგად მოქცევა, კარგად სწავლა, კარგად ისწავლო. შობლებს ძალიან კარგად უნდა უსმინო, არ გააბრაზო შობლებს და ბებიას მიხედო. ბებიას თუ ფეხით კი უნდა დაეხმარო ადგომაში. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.